გამარჯობათ, მოგესალმებით. ერთი ესეთი საინტერესო ვიდეო შემხვდა Facebook-ში და ეხლა თქვენს მოვუსმინეთ. ესე იგი, როდესაც კლასში შემოდის მასწავლებელი და შენ ფეხზე წამოუდგები, თავისთავად ნიშნავს იმას, რომ შენ და პედაგოგი თანასწორი არ ხართ. აბსოლუტურად. შემოდის და ფეხზე დგები. რატო? აბსოლუტურად. რატომ? რომელი პატივისცემის გამოხატულება? საბჭოთა კავშირის დროინდ ჩრდილოეთ კორეაში ხო? შესოს ქონდა ვიდეო, წამოდგნენ ყველა ერთდროულად წამოდგებოდნენ. ხო, კიდევ და აუცილებლად გათქმევია. ერთი ის არის, რომ აი კევს, ღეჭა უკან. რატო? ვის რას უშლის ეკევი? რამდენჯერ მინახავს, რომ მასწავლებელმა პირიდან გამოუღო ძალით კევი და თმაში ჩააწება. ეს რა კიდე გეუბნები. ეს არის დეგრადაცია, ჩვენი დეგრადაცია არის თქვენი აზროვნება. თქვენი აზროვნება შეგეშვა. აი ამ სისულელეზე გამბები. დეგრადირებული. ნაიჯერ რა გაკეთე, რომ ასეთი დეგრადაცია. ბატონო დემო ყველა აზრს ხომ მეთანხმები რა ყველა აზრი? ეს არის როგორ შეიძლება სისულელე ხო, ეს არის ეგრეთ წოდებული თავისუფალი თაობა, რავი, ყველაფრისგან განთავისუფლებულები და საბოლოო ჯამში ყველაფრზე დამოკიდებული თაობა. ერთი პატარა რაღაცა რო გადატრიალდეს აქ და შეხვდებით ისეთი კრიზისი რო ჩამოვარდეს, უცებ თვალებს იხოკავენ და რა ვიცი, დედამის წყევლიან რა ქვეყანაში გაგვაჩინე ესო და ზოგადად, რავი, ხა დემორ გიორხელიძე ესეთი კაცი არის, რომ განათლებული პიროვნება არის და საერთოდ რატო უნდა გაუტოლო ესეთ ადამიანებს თავი და რატო უნდა ჩამოუჯდეს სადღაც პუშში, მე ვერ ხვდები მაგას რა. ხო ხვდებია რა, დაგირეკავენ ესეთი თემაა, ვიღაც ახალგაზრდები ვიყოლება. რო ხო გაგაცნობენ წინას, რატომ მიდიხარ საერთოდ, ხო იცი რომ ვერაფერს ვერ შეაგნები. აზრი არა აქვს მაგას, ხო? შენს ხო კარგად ხვდები და ისევე შენ თავს იზიანებ მაგით. რაც შეეხება აი ესეთ ამფიბიებს რა, ეს გამოზარდა ოცნება და სხვათა შორის ხელი შეუწყო ყველა წინა თაობამ, რომელიც საქართველოში მამების და ჩვენ ძველმა თაობამ ხელი შეუწყო, რომ ესეთი ხალხი გამოვილიყვნენ, ყოფილიყვნენ ხელშეწყობაში თავის დროზე, რომ არ მიხედეს და არ მიაქციეს ყურადღება ქვეყნის დღის წესრიგს, ვინ იქნებოდა ხელისუფლებაში და ხალხი რომ მოუშვეს და ვინები მოუშვეს. აქედან გამომდინარე, ამ ხალხს არაფერი არ ეშველება. თავარი არის, რომ ესეთი სახის გოგოები და ადამიანები არ მიუშვათ მომავალ თაობასთან რა და არანაირი არც სკოლას, არანაირ სოციალურ გარემოს არ უნდა იყოს გაკარებული არც ერთი ნიშნა საერთოდ რა. აი ეს დიდი პრობლემა არის, რომელიც რა ყოველთვის იარსებობს. ახლა აი როგორც ფაშისტური დაჯგუფება იარსებობს საქართველოში და იმის წინააღმდეგ რაღაც სისხლის ამარხის კანონები არსებობს, ანალოგიურად იარსებობს ესეთი ლიბერალური დაჯგუფებები, მაგას წინააღმდეგადაც უნდა არსებობდეს რაღაც შემზღუდავი კანონები, რომ არ მიუშვან სოციალურ სივრცეში ეს ადამიანები. აბა კარგად. ანუ რა ვერ გაიგო ამ ჩემის მოწყენილობა.